იერიშზე რუსი ბოლშევიკები მოდიოდნენ. ომი სრულიად გაუფრთხილებლად დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს წარმომადგენელს მოსკოვში ბოლშევიკებთან მშვიდობიან ხელშეკრულებაზე ჰქონდა მოლაპარაკება. ამ ხელშეკრულებას მოსკოვში 7 მაისს მოაწერეს ხელი. ჩვენი მთავრობის შეკითხვაზე იქიდან პასუხობდნენ, ეს ადგილობრივი ინციდენტი იყო. ბოლშევიკების იერიში გრძელდებოდა. გვარდიელთა ბატალიონები იერიშისათვის უფრო ადრე იყვნენ მზად, ამიტომ ისინი წითელ ხიდზე გავგზავნეს, სადაც მათი პირველი შეხვედრა უნდა მომხდარიყო. ამასთან სამხედრო ნაწილებთან შედარებით, სადაც რუსეთის არმიაში ბოლშევიზმით მოწამული ყოფილი ჯარისკაცები იყვნენ გაწვეულნი, გვარდია ბოლშევიკებთან პირველი შეხვედრისათვის უფრო სანდოდ მიმაჩნდა, რადგან მის შემადგენლობაში მენშევიკები ამ პარტიის მომხრეების ჭარბობდნენ. ორ დღეში სადახლოსთან არმიელთა ნაწილებისაგან საჯარისო ჯგუფი შევქმენი. საქმეში სამხედრო სკოლაც ჩავარდა. ამ ჯგუფის უფროსად პოლკოვნიკი ჩხეიძე დავნიშნე, რომლის ხელმძღვანელობასა და საბრძოლო ვითარების სწორად შეფასებაში არაერთხელ დარწმუნებულ ვარ, ჯერ კიდევ კავკასიის ფრონტზე ომის დროს. ამრიგად, ამ წუთისათვის აღმოსავლეთის საზღვართან 5 სამხედრო ჯგუფის შევქმენი. პოლკოვნიკ ჩხეიძის, სადახლოდან აღმოსავლეთით კერპილთან, გენერალი ჯიჯიხიასი, წითელი ხიდის აღმოსავლეთით, გენერალ იოსებ გედევანიშვილის, სალ იოღლისთან, პოილოს ხიდის მიმართულებით და გენერალ სუმბათაშვილის ლაგოდეხთან. მთელი ამ ძალების 4/5 თავმოყრილი იყო მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სადახლოს ზოლიდან წითელ ხიდისკენ. ამ ძალების გარდა გვარდიელთა 2 ბატალიონი ცხინვალის რაიონში და მისგან ჩრდილოეთით განვალაგე. იმ მიზნით, რომ ჯერ ერთი ოსური მოსახლეობა მორჩილებაში მყოლოდა და მეორეც, თუ მტერი როკის უღელტეხილიდან გადმოსვლას დააპირებდა, ჩვენი ნაწილები ადგილზე დახვედროდნენ. ერთი არმიელთა ბატალიონი ადგილობრივი მოსახლეობის შემადგენლობით ყაზბეგში იდგა და ვლადიკავკასიდან მომავალ გზას იცავდა. ერთი გვარდიელთა ბატალიონი ონში იმყოფებოდა, მამისონის უღელტეხილის დასაცავად. გაგრის მიმართულებას გენერალ მაჭავარიანის რაზმი იცავდა. ზემოთ ჩამოთვლილი სამხედრო ნაწილების გარდა, გენერალ ვარდენ წულუკიძის ჯარის ნაწილი აჭარაში, ხულოსა და ართანუთში იყო შეყვანილი. დანარჩენებს კი ახალციხის მაზრაში, აჭარის საზღვართან მოეყარა თავი. აზერბაიჯანში ამ დროს ბოლშევიკების ჯარი მცირერიცხოვანი იყო. ჩვენი მონაცემები სწორი აღმოჩნდა, რადგან შემდეგ ჩვენი და აზერბაიჯანის ბოლშევიკური ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის პირადი მოლაპარაკებების დროს მათ გულახდილად აღიარეს, რომ ჩვენ თავისუფლად შეგვეძლო მათ ტერიტორიაზე შეჭრა და ისინი თითქმის ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გამიწევდნენ. დადგა ერთი იმ წუთთაგანი, როდესაც სახელმწიფოს ბედი წყდება. სწორი გადაწყვეტილება უნდა მიგვიღო. ვიყავით კი მზად ასეთი იერიშის განსახორციელებლად. უნდა ვაღიარო, შექმნილ ვითარებაში შეგვეძლო მისი ხორცშესხმა. ჯარი მობილიზებული იყო. ყავდა 3 ბატალიონიანი პოლკები. ჯარისკაცებს მშვენიერი განწყობა ჰქონდათ. ისინი სერიოზულად აღექვამდნენ ვითარებას და მზად იყვნენ მოქმედებისთვის. ჩვენმა ნაწილებმა წარმატებას მიაღწიეს და მტრის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, რაც გამარჯვების იმედით ავსებდა ყველას. გამთენიისას ფანჯარაში სადგურთან გაშლილი კარვები დავინახე. მზიანი დღე გათენდა. ყველა ასეულის ჯარისკაცი თავის კარავთან თოფს ასუფთავებდა. სამხედრო მინისტრი უკვე ასეულებს შორის მიმოდიოდა. გაკვირვებული იყო სამხედრო ნაწილებში გამეფებული წესრიგით და განუწყვეტლივ იმეორებდა, რა შედარებაა გვარდიასთან, ეს ხომ ცა და დედამიწააო. ამასობაში მე უკვე
ბრძანება მქონდა გაცემული, რომლის თანახმად მეორე დღეს 19 მაისს ჯარების შეტევაზე უნდა გადასულიყვნენ. მე და სამხედრო მინისტრი სადახლოში 18 მაისს ვიყავით. ამ დღეს მთავრობის თავმჯდომარისაგან მოკლე დეპეშა მივიღე. მიბრძანებდა შემეწყვიტა სამხედრო მოქმედებანი და მოწინააღმდეგესთან მშვიდობიანი მოლაპარაკებები დამეწყო. ისტორიაში შეიძლება პირველად მოხდა ასეთი რამ. კარგად მომზადებული, ენერგიით სავსე ძლიერი არმია უარს ამბობს ლამაზი გამარჯვების ნაყოფი გამოიყენოს. მას ხომ არაფერი უშლიდა ხელს საბოლოო გამარჯვებაში. ისტორიაში ალბათ პირველი შემთხვევაა, როცა გამარჯვებული არმია უკან იხევს. რემონ დიუგე, მოსკოვი და წამებული საქართველო. გიორგი კვინიტაძე შეტევის შეჩერებას უდიდეს პოლიტიკურ შეცდომად თვლიდა. ჩვენ შეგვეძლო ბოლშევიკებისაგან მთელი ამიერკავკასიის განთავისუფლება. ეს ხომ 1920 წელს ხდებოდა, როცა პოლონეთი და გენერალი ვრანგელი ორ ფრონტზე აწარმოებდნენ ომს საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელისათვის შეუძლებელი იყო აზერბაიჯანელი ბოლშევიკების დახმარება. აი, როდის დავგარგეთ ჩვენი სამშობლო და არა 1921 წელს. საქართველოს მთავრობა იმედოვნებდა, რა კი მან სამხედრო გამარჯვების შედეგით სარგებლობაზე უარი თქვა, ამით მოსკოვის გულს მოიგებდა და ხანგრძლივ მშვიდობას დაამყარებდა. სინამდვილეში კი ხელფეხი შეიკრა. გენერალმა კვინიტაძემ ცხადად დაინახა, როგორ მოკალასდნენ დიდი ხნით წითელი ბანდები აზერბაიჯანში საქართველოს კართან. ამ უგუნურმა და უცნაურმა ბრძანებამ საქართველოს დამოუკიდებლობას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. 1920 წლის აგვისტოში გიორგი კვინიტაძე გადადგა როგორც საქართველოს ჯარების მთავარსარდლის, ასევე სამხედრო სკოლის უფროსის თანამდებობიდან. მისთვის კვლავინდებურად მიუღებელი იყო მთავრობის მიერ წარმოებული სამხედრო პოლიტიკა და მასთან თანამშრომლობა აღარ სურდა. საქართველოს მეომარნო, უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში მე ვიდექი თქვენს სათავეში და გიწევდით შეძლების დაგვარად ხელმძღვანელობას მთელი ჩემი ძალით. წინათაც მე არაერთხელ ხვდა წილად თქვენს სათავეში ყოფნა, ჩემთვის ძვირფას მშობლიურ მხედრობაში, ჩემს ძვირფას სამშობლოს მეომართა შორის გატარებულ დროს მე ვთვლი ჩემი ცხოვრების და სამსახურის უბედნიერეს ხანად. ჩემი უფროსობის დროს თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ თქვენი ერთგულება და სიყვარული სამშობლოსად. თქვენ კეთილსინდისიერად მოიხადეთ ვალი სამშობლოს წინაშე. თქვენ ღვრით საკუთარ სისხლს, ხშირად განიცდით შიმშილს, სიცივეს, მაგრამ მტკიცედ გახსოვთ თქვენი მოალეობა და მიუხედავად გაჭირვება სიძნელისა, თქვენი გმირული გულმკერდით შეინარჩუნეთ სამშობლოს დამოუკიდებლობა და ყველაფერი ის, რაც მისცა ჩვენს ქვეყანას რევოლუცია. თქვენი ცლებოდით სისხლისაგან საომარ ველზე, თქვენზე უფრო მრავალ რიცხოვან მტერთან ბრძოლის დროს, თქვენ გადალახეთ უმაღლესი და უძნელესთა გასავლელი მთები, გადაიარეთ მინდვრები. მე უნდა დავადასტურო, რომ თქვენ, საქართველოს მეომარნო, იბრძოდით თქვენი მოვალეობის სრული შეგნებით. თქვენთვის საჭირო არ იყო მოცემული დავალებების შესასრულებლად ძალდატანება, თქვენთვის მხოლოდ
მიზნის დასახელება იყო საკმარისი და თქვენ ყოველთვის სრული შეგნებით და მხურვალე გულით ეკიდებოდით მტერს. უფროსობა და ხელმძღვანელობა ასეთი მხედრობისა, რომელსაც უსაზღვროდ უყვარს თავისი სამშობლო და მტკიცედ ესმის თავისი მოვალეობა მის წინაშე ყოველი სამხედრო პირისთვის არის უაღრესი ბედნიერება. ვტოვებ რა თავარსარდლის მოვალეობას, მე მსურს სრული პატივისცემით და მხურვალედ აღვნიშნო თქვენი გმირული სამსახური სამშობლოსადმი. თქვენ დაამტკიცეთ, რომ ღირსეული შვილები ხართ, ჩვენი ღირსეული წინაპრებისა. აღსდგნენ საქართველოს გმირები, დიდება სამშობლოს, დიდება თქვენ, გაუმარჯოს საქართველოს და მის სახელოვან მხედრობას. თავრობამ ჩემი საქმიანობისთვის მადლობა გამომიცხადა. იქვე მადლობა ჰქონდა გამოცხადებული სულაქველიძეს და გოგოაძეს. თუ მთავრობა სავალდებულო თვლიდა მთავარ სარდალთან ერთად ამ პირებისთვისაც გამოეცხადებინა მადლობა, მაშინ იგივე რატომ არ მოიმოქმედა მთლიანად შეერაღებული ძალებისა და კენერლების მიმართ. ჩემთვის ხელიც არავის არ ჩამოურთმევია. მადლობა ჩემთვის პირადად არავის უთქვამს. არც ვდაობ, ეგებ არც ვიმსახურებდი, მაგრამ მაშინ არც გაზეთში უნდა გამოეცხადებინათ. მე ამ დადგენილების ასლიც კი არ გამომიგზავნეს და საერთოდ მადლობა მთავრობისგან არც ერთ ომში არ მიმიღია. მხოლოდ სომეხ ქართველთა ომის დროს შულავერის აღების შემდეგ ფრონტზე ჩამოსულმა გენერალმა ალექსანდრე გედევანიშვილმა მე და მაზნიაშვილი გადავკოცნა. შემდეგ კი თბილისში შემთხვევით შეხვედრილმა მთავრობის თავმჯდომარემ მითხრა, გილოცავთო. ვერც კი მიხვდი რას მილოცავდა. ვიფიქრე ალბათ ომის დასრულებას მეთქი. არც ახალციხე არ დაგანის ლაშქრობის, არც 1920 წელს ბოლშევიკებთან ომის შემდეგ ეს მილოცვაც არ მიმიღია. სამხედრო სკოლაში ტაქტიკისა და სამხედრო ისტორიის მასწავლებლად დავრჩი. ლექციებისთვის თვეში 9000 მანეთს ვიღებდი. მთავრობამ ყოველთვიურად 1000 მანეთი დახმარება დამენიშნა. ყველასთვის ცხადია, რომ 1920-21 წლებში ჩემი ოჯახი ამ სახსრებით ცხოვრებას ვერ შეძლებდა და იმ ზამთარს იძულებული გავხდი ჩემი ხალიჩები 9 მილიონზე ცოტა მეტად გამეყიდა. შემოდგომაზე უფროს კლასელმა იუნკრებმა ოქროს ზარნიშიანი ხანჯალი მისახსოვრეს. იუნკრების მხრიდან სიმპათიის ასეთმა გამოვლენამ იმდენად შემძრა, ხმას ვეღარ ვიღებდი. ჩემი ყოველთვიური ანაზღაურება 9000 მანეთი მცირე თანხა იყო, მაგრამ ჩემი საყვარელი მოწაფეების მიტოვება არ მსურდა. ამიტომ დღეში ორჯერ დილას საღამოს მესანგრეთა ქუჩიდან პლეხანოვის გამზირზე სამხედრო სკოლაში სიარულს ვაგრძელებდი. ეს ძალიან მღლიდა, მაგრამ ტრამვაიზე ფულს ვერ ვხარჯავდი, რადგან ეს საგრძნობლად დაეტყობოდა ოჯახის ბიუჯეტს. ერთხელ დეკემბერში ქუჩაში აკაკი ჩხენკელს შევხვდი. მითხრა უამრავ საკითხზე მინდა გესაუბრო.
სიამოვნებით დავეთანხმე. რამდენიმე დღეში დამირეკა და საღამოს თავისთან მიმიწვია. წავედი. 4-5 საათი მასთან დავყავე. სამხედრო თემებზე საუბრობდით. საუბრის ბოლოს რამდენიმე გენერალზე ჩემი აზრით დაინტერესდა. პირდაპირ პასუხი არ გამიცია. ბოლოს გენერალ ოდიშელიძეზე მკითხა. თვითონ რა აზრის ხართ მეთქი? კითხვა შეუბრუნე. გაირკვა, რომ მასზე ორივეს ერთნაირი შეხედულება გქონდა. ეს შეხედულება მის სასარგებლოდ არ მეტყველებდა. მაშინ კითხე, ეს თქვენი პირადი აზრია თუ სხვებიც იმავეს ფიქრობენ მეთქი? მიპასუხა, ასეთია ყველას აზრიო. მაშინ თავარ სარდლად რაღაცე ნიშნავენ მეთქი? ვეღარ მოითმინე. ღმერთმანი არ ვიციო. მისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო ღიმილით მიპასუხა აკაკიმ. კადეტი ვიყავი. 5 წლის. შემხდა გლეხი. მოდიოდა ერთი გზა გქონდა. სოლდატი ხარ? უთხარ არა. რატო გაკრია ვაგონები? უთხარ რომ მოწაფე ვარ სამხედრო სკოლისა. დგათაო ხო? უნდა 7 წელიწადი ვისახო. მე იქნება სოლდატი? არა. მაგრამ წავალ რუსეთში კიდევ 2 წელიწადი ვისწავლე და მე ვიქნა ოფიცერი. მე გამიჭირა საქმე. მე გავხდები გენერალი. მეუბნება რომ მას გახდი გენერალი. შენ რა? როგორ თუ რა? გაგვიძღები და გავაგდებ რუსეთს. მამამ მითხრა მე რაო? ვინ არ იყო ჩვენსა? თათრები, თურქები, მონღოლები ყველა იყო და უკანასკნელად გამარჯვება ჩვენ ვწევოდა. ათას 921 წლის 11 თებერვალს ბოლშევიკების მე-11 არმიამ საქართველოს საზღვრები გადმოლაღა. თავს დაესხა იქ მყოფ ნაწილებს და გაანადგურა. ცლად მიგდებული იყო საქმე იმის იმედით, რომ ლენინმა გწნო. ტელეფონით ელაპარაკებოდნენ ერთმანეს თავარიშ ნოე, თავარიშ ლენინ და ამის იმედზე იყო. ამასობაში კი თავარიშ ლენინის ჯარები დაუბრკოლებლად მოიწევდნენ წინ. თბილისის გენერალ-გუბერნატორი შალვა მაღლაკელიძე. გამარჯობა ბატონო გიორგი. გაგიმარჯოთ. თქვენთან საუბარი მსურს. დიახ, გისმენთ. ბატონო გიორგი, მიმდინარე საკითხებში ჩარევას როგორ აპირებთ? რა? ცუდად არის საქმე? როგორ გითხრათ, თქვენ რას აპირებთ? როგორც გადადგომისას განვაცხადეთ, თუ მთავრობას დავჭირდები, მზად ვარ მემსახურო. ახლაც ამაზრისა ვარ. უნდა მოგელაპარაკოთ. საიდან რეკავთ? გვარდიის შტაბიდან. დაუყოვნებლივ მოვალ. ნუ შეწუხდებით. თქვენ ხომ გვარდიის შტაბის გვერდზე ცხოვრობთ? დიახ. მე თვითონ მოვალ. ათი საათი იყო დაწყებული, როცა ჯუღელი მოვიდა და საუბარი გამიბა. შექმნილი ვითარება ამიხსნა და მივხვდი, რაოდენ მძიმე მდგომარეობაში ვიყავით. მკითხა, თანახმა ხარ თუ არა ომში მონაწილეობისთვისო. რა საკვირველია, უპასუხე მე. საუბრისას გაკვირვებულმა ვკითხე, რა საჭირო იყო ჩემთან მოსალაპარაკებლად მოსვლა, როდესაც მთავრობას შეეძლო ტელეფონით გამოვეძახე მეთქი. იქვე აუხსენი, როგორ გავიგე ჩემთან მისი მოსვლა. მე მშვენივრად ვიცი, რომ თქვენ ჩემი უკანასკნელი გადადგომის მომხრე იყავით და როდესაც დაგჭირდით, იფიქრეთ, რომ თქვენზე განაწყენებულ შეიძლებოდა ომში მონაწილეობაზე უარი მეთქვა.
ამიტომ პირადად მოხვედით ჩემთან. რათა ხაზი გაგესვათ იმისთვის, რომ ჩემი საწინააღმდეგო არაფერი არ გაქვთ. მაგრამ ეს ყოველივე ჩემთვის ისეთი წვრილმანია, რომ ყურადღებასაც არ ვაქცევ. ჩემი სიტყვების უარყოფა არ დაუწყია. იგი წავიდა, რათა მთავრობისთვის ჩემი თანხმობა ეცნობებინა. 2 საათის შემდეგ შუაღამისას საგარეო საქმეთა სამინისტროში გამომიძახეს. კაბინეტში შევედი და ხალხმრავალი კრებული დავინახე. როგორია თქვენი გეგმა? მდგომარეობა ბევრად უარესია, ვიდრე მეგონა. ომს სასწაულით მოგვაგებინებს, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ, უნდა დავიცვათ იარაღის ღირსება, რომელსაც ომის დასაწყისშივე უზარმაზარი ჭრიდი მივაყენეთ. რაც შეეხება გეგმას უცებ ვერ შევქმნი. ამას დრო და ვითარებაში გარკვევა სჭირდება. ხელმძღვანელობას ქვეყნის თავდაცვის საერთო და მოსალოდნელ მოქმედებათა გეგმა დიდი ხნის წინათ უნდა ქონოდა მზად. ამ გეგმის გაცნობის შემდეგ მე მხოლოდ ჩემი აზრის გამოთქმა შემიძლია. რას გვეტყვის გენერალი ოდიშელიძე? ვითარებიდან გამომდინარე შულოვერის ჩრდილოეთით ჯარს უკან დახევა უბრძანენ. მოწინააღმდეგი ზალები ბევრად აღემატებიან ჩვენს სასწაულს. არჩევანი არასწორი. ამ უკან დახევის შედეგად ფრონტის წინ გამავალი სიმაღლეები მტრის ხელში აღმოჩნდებოდა. ჩვენი ჯარი კი დაბლობზე უნდა განლაგებულიყო. გაბრაზებული უყურებდი ოდიშელიძეს და მის შტაბის უფროს. ტაქტიკურად ჯარის ამ პოზიციაზე გადაყვანა აბსურდი იყო. აკადემიაში სწავლის დროს ოფიცერს მომავალ საბრძოლო მოქმედებათა ამგვარი გეგმა რომ შემოეთავაზებინა, უმალ გაირიცხებოდა სასწავლებლიდან. მომავალი მოქმედების გეგმის განხილვას შეუდექით. ფლანგი წითელ ხიდზე გქონდა. ამიტომ ხრამზე ბრძოლის გამართვის საშიშროებაზე მიუთითე. ვინაიდან ამ შემთხვევაში მტერი განლაგებით გჯობნიდა და ჩვენი ჯარის ერთი ნაწილის მარცხი მეორე ნაწილის მარცხსაც გამოიწვევდა. ამას იქით მსჯელობა ვეღარ მოახერხებდა. საუბარში ნოე რამიშვილი ჩაება. ჩემი აზრით, სასწრაფოდ უნდა განვალაგოთ ჯარის ნაწილი ფოილოს ხიდთან და მტკვრიდან ყაზახის მიმართულებით მოწინააღმდეგეს ზურგში უნდა დავარტყათ. ბატონო ნოე, 3 წელი აქ გთხოვთ სამხედრო საქმეში ნუერევით. კეთილი ინებეთ და ახლა 9 საათით მაინც გაიკმიდეთ ხმა. რამიშვილი გაჩუმდა, მაგრამ შემდეგ მაინც ერთვებოდა საუბარში. ამ გეგმის წინააღმდეგი მხოლოდ მე ვიყავი. ჩემი კოლეგები ჩემდა გასაკვირად ნოე რამიშვილს ეთანხმებოდნენ. მე ამ ჯგუფის უფროსად დანიშნას მივირებდნენ. ის კი არა, ხრამის ჯგუფის მეთაურთა შემადგენლობაში შესვლაც კი შემომთავაზეს. საერთოდ ბევრი რამ ითქვა. სიჩუმე რომ ჩამოვარდა, გენერალ ოდიშელიძეს ვკითხე. მტკვარზე გადასვლას როგორ აპირებ მეთქი? ერთი ბორანი მაქვსო, მიპასუხა. ეს განგებ ვკითხე, რათა ყველას გაეგო ჩემი შეკითხვაც და მისი პასუხიც. ერთი ბორანით ჯარს მტკვარზე კი არა, კუკიიდან ვერაზე ვერ გადაიყვანთ, მით უმეტეს, როდესაც მოპირდაპირე ნაპირი მოწინააღმდეგის ხელშია. შედეგი ამ შეკითხვამაც ვერ გამოიღო. ნოე რამიშვილმა დამსწრეს საზოგადოებას, კენჭისყრა შესთავაზა და ხმის უმრავლესობით გადაწყდა, რომ ფოილოს და ჯგუფების უფროსად გენერალი კვინიტაძე დანიშნულიყო. რამის მტკიცებას აზრი ეკარგებოდა. მაგიდას გავშორდი. ზოგიერთი იქ დამსწრეთაგანი მომიახლოვდა და მთხოვა უარი არ მეტყვა ამ თანამდებობაზე. მეუბნებოდნენ, რომ მთელი ჯარის მეთაურობა ჩემს თავზე უნდა ამეღო. მარწმუნებდნენ გენერალ ოდიშელიძის გადაყენება გადაწყვეტილია. ჯერ თავს იკავებენ, მაგრამ ერთ-ორ დღეში გადააყენებენო. ვერ დავარწმუნე, რომ ეს შეუძლებელი იყო. ხალხი თანდათან დაიშალა. მე დავრჩი და მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიას უთხარი, რომ მასთან საუბარი მსურდა. ვალიკო ჯუღელსაც ვთხოვე დარჩენილიყო. რაც გსურთ ისი ფიქრობთ, თუნდაც სამშობლოს ღალატი დამაბრალეთ.
მაგრამ ამ თანამდებობაზე უარს ვაცხადებ, რადგან ეს გეგმა შეუსრულებელი და დამოუკიდებელია. დამოუკიდებლად მოქმედება შემომთავაზეს. ამოცანები თვითონ დასახე და მთავარსარდალს გენერალ ოდიშელიძეს ყურადღებას საერთოდ მიაქცეო. საოცარი რამ იყო. გენერალ ოდიშელიძეზე საუბრისას ნოე ჟორდანიამ იგი უარყოფითად დაახასიათა. ჯუღელმაც იგივე აზრი გამოთქვა. არ ვიცი, სიმშვიდე როგორ უნდა შემენარჩუნებინა. ჯერ კიდევ ზამთარში ჩხენკელისაგან იგივე მოვისმინე. ახლა მთავრობისა და გვარდიის მეთაურებიც იგივეს იმეორებენ. მთავრობის თავმჯდომარეს მიუბრუნდი. მითხარით, ასეთი შთაბეჭდილება ახლა დღეს შეგექმნათ? არა, მომიგო მან. მასზე ყოველთვის ამაზრისა ვიყავი. მოთმინება დავკარგე. ასეთ შემთხვევაში ეს თქვენი მხრიდან სამშობლოს ღალატია. თქვენ მთავრობის თავმჯდომარებ როგორ დანიშნეთ იგი ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, როდესაც მასზე უარყოფითი წარმოდგენა ჰქონდათ მეთქი. იგი გაჩნდა. მეც თავის დამორჩილება ვცადე. ვალიკო ჯუღელის მხარდაჭერით მთავრობის თავმჯდომარემ მთავარსარდლის თანამდებობის ფიქტიური დაკავება შემომთავაზა. ამასთან დასძინა გენერალ ოდიშელიძეს ამ თანამდებობიდან რამდენიმე დღეში გავათავისუფლებო. გიორგი კვინიტაძემ ამ უმძიმეს ვითარებაში სასწრაფოდ მოახდინა მთელი არსებული სამხედრო ძალების მობილიზაცია. გენერალმა თავისი ძალები სამ ნაწილად დაჰყვა. მარჯვენა ფრთას კოჯორ-ტაბახმელას რაიონში, სადაც მისი იუნკრები იყვნენ, სარდლობდა სამხედრო სკოლის მაშინდელი უფროსი, გამოჩენილი ქართველი გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი. შუა ნაწილს ეგრეთ წოდებულ სოღანლუღის ფრონტს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. დანარჩენი ნაწილი მარცხენა ფრთაზე მიენდო სახალხო გვარდიას, გენერალ ჯიჯიხიას მეთაურობით. 18-19 თებერვლის ღამეს ქართველებმა გენერალ მაზნიაშვილის მეთაურობით სოღანლუღის ფრონტზე ომის დაწყებიდან პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვეს და 1600-ზე მეტი ტყვე იგდეს ხელთ. ამავდროულად ცხარე ბრძოლები მიმდინარეობდა კოჯორ-ტაბახმელას ფრონტზე, სადაც გმირობის სასაულებს ახდენდნენ გიორგი კვინიტაძის აღზრდილები, მისი იუნკრები. საქმე ხშირად ხელჩართულ ბრძოლამდე მიდიოდა, მაგრამ რაოდენობრივად გაცილებით მრავალრიცხოვანი მტერი ვერავითარ წარმატებას ვერ აღწევდა. საბედისწერო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ჩვენს მიერ აფეთქებული, მაგრამ არც თუ ძლიერ დაზიანებული ფოილოს რკინიგზის ხიდი ბოლშევიკებმა სწრაფად აღადგინეს და მათ ჯარს დაუბრკოლებლად მიეწოდებოდა ყველაფერი, რაც ესაჭიროებოდა. მიუხედავად ამისა, ქართველები მედგრად იცავდნენ თავს და მტერს მიწის ერთ გოჩსაც კი არ უთმობდნენ. მაგრამ მოხდა ისე, რომ ამ უკანასკნელმა გაარღვია დაცვის მარცხენა ფრთა, რომელსაც გენერალი ჯიჯიხია სარდლობდა და ამით ავჭალა მცხეთას დაემუქრა, რაც ჩვენ ზურგში მოქცევასა და დასახევი გზის მოჭრას ნიშნავდა. ტრის რაზმები გამოჩნდეს სოფელ დიღომშიც. რჩებოდა ერთადერთი თბილისი-მცხეთის ტრასა, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენს ხელში იყო. ცოტა ხანში ბოლშევიკები მას შეკრავდნენ და თბილისი გარშემორტყმული იქნებოდა. ამიტომაც მთავარსარდალმა თბილისის დატოვება მცხეთამდე დახევა და იქიდან ბრძოლის გაგრძელება გადაწყვიტა. 24 თებერვალს ღამით ქართულმა ჯარმა და მთავრობამ დედაქალაქი დატოვა. 25 თებერვალს დილით ბოლშევიკები შევიდნენ ქალაქში და თბილისის თავზე წითელი დროშა ააფრიალეს. თოვდა და თბილის ეხურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. ძილღვიძლად იყო ქალაქი ჩემი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი, ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი. მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს, ისევ წამების ჯვარი აქკიდეს, არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს. დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა, მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა. ეფინებოდა გმირების გვამებს, განგმირულ მკერდებს, დალეცილ მკლავებს და უძრავ იყო თებერვლის ღამე. თოვდა და თბილის ეხურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. ამ გზით, სად წინად ელავდნენ ხმლები, სად სამას გმირთა დაიფშუნა ძვლები, სად ქართლის დედის ცრემლით ნაწამი, მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი, სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი, თოვლს დაეფარა ქრწანისის ველი, წითელი დროშით, მოღერილ ხელით, თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით, ნელით, შემოდიოდა სიკვდილი ცელით. თოვდა და თბილის ეხურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. ცხეთაში გამაგრება ვერ მოხერხდა. გამაგრდნენ ხაშურში და გადაწყვიტეს აქედან დაეწყოთ კონტრშეტევა. მთავარსარდალმა ბრწყინვალე გეგმა შეადგინა. მან გაითვალისწინა რა მოწინააღმდეგის კომუნიკაციების გაჩიმულობა, რის შედეგადაც ავანგარდი მოწყვეტილი იყო მთავარ ძალებს, გადაწყვიტა შეტევაზე გადასულიყო. არმიის ნაწილებს უნდა შეეტიათ ფრონტიდან, ხოლო გვარდიას უნდა მოევლოდა ფლანგიდან დაერტყა მტრისათვის. ბრძანების თანახმად ჯარი იერიშზე გადავიდა. იერიში ფრონტზეც და ფლანგებზეც წარმატებით წარიმართა. ფრონტიდან მეთაურები თავის მოხსენებებში შეტევის წარმატებებზე მიუთითებდნენ. მოგვიანებით ეს მეთაურები ამბობდნენ, არ ველოდით რომ გაშლილ ადგილზე თოვლში მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ ჯარი ასე მამაცურად შეუდევდაო. ამას ის გამოცდილი მეომრები ამბობდნენ, როგორებიც სუმბათაშვილი და მაზნიაშვილი იყვნენ. მარცხენა ფლანგიდანაც სასიხარულო ცნობები მოდიოდა. სამწუხაროდ, ამავე დღეს დაბინდებამდე ბრძოლის დასრულება ვერ შევძელით. ამაში გვარდიის შეყოვნებამ შეგვიშალა ხელი. შებინდებისას ჩვენთვის ხელსაყრელი ვითარება შეიქმნა. ფრონტიდან და ფლანგებიდან შევიწროებული მოწინააღმდეგე გაშლილ ველზე იმყოფებოდა. ჩვენმა მარცხენა ფლანგმა მტერს შემოუარა, თევზზე განლაგდა და ახლა მტერი დაბლობში ყავდა მოქცეული. შემდგომი შეტევა წარმატებას გვიქადდა. ჩვენი წარმატება მოწინააღმდეგეს მძიმე ყოფაში ჩააგდებდა. თბილისიდან სწრაფი დახმარების მოწოდებას ვერ შეძლებდნენ. ჩვენი წარმატებით დაიმედებული მოსახლეობა აღსდგებოდა, რაც ჩვენს მდგომარეობას გააუმჯობესებდა, ხოლო მოწინააღმდეგე კრიტიკულ ვითარებაში აღმოჩნდებოდა. ჩემი შტაბი გამოცოცხლდა და უკვე მომავალ წარმატებას ზეიმობდა. ხვალ ვუჩვენებთ სეირსო, გაიძახოდნენ. მე კი თავს მოусვენრად გრძნობდი. ამის მიზეზი თითქოს არც ყოფილა, მაგრამ გულზე რაღაც სიმძიმე მაწვა, რაღაც მაფორიაკებდა. ნაადრევად ნუ გიხარიათ. ვეუბნებოდი, ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა, ხვალ მოწინააღმდეგეს თუ კი გავდევნით, მაშინ ვიზეიმოთ მეთქი. ღამის პირველი საათისთვის გენერალ გონიაშვილის მოხსენება მივიღე. იგი ყველაფერს ცვლიდა.
პოლკოვნიკი ვალერიან თევზაძე. მორიგეობდი შტაბში. ვიჯექი მთავარსარდლის სალონში ტელეფონდა. ნაშოღამებს დარეკა ტელეფონმა. ცნობა მივიღე. ლაპარაკობდა გენერალი კონიაშვილი, რომელიც გენერალ ჯიჯიხიასთან ერთად გვარდიაში მსახურობდა. თხოვდა მომეხსენებინა მთავარსარდლისთვის, რომ გვარდიელებმა დაადგინეს არ შეუტიონ. შტაბი და ჯარი იშლება და მათზე ზეგავლენის საშუალება არ ამაქვსო. მოახსენეთ ეს მთავარსარდალს და მეც ამ წუთშივე მოვდივარ მასთან პირადად მოსახსენებლადო. მაშინათვე გავახვიძე შტაბის უფროსი და მთავარსარდალი და მოვახსენე ტელეფონით მიღებული ცნობა. ძნელი აღსაწერია მთავარსარდლის აგებება. ამ მოულოდნელმა ცნობამ მოთმინდებიდან გამოიყვანა. იმდენი შრომა ჩატარდა უკუიერიშის მოსამზადებლად. აქ შესანიშნავი გარემოცვის პირობებში გამარჯვება ნათელი იყო, რის შემდეგ თბილისის უკან დაბრუნებას ვერაფერი ვერ შეეჩერებდა. გვარდიელების სამარცხვინო გაქცევამ ჩაშალა ბრძოლის ჩატარების შესაძლებლობა. სწორედ მათ უნდა მოეხდინათ მთავარი დარტყმა დაჯგუფების მარცხენა მხრიდან. მისი პანჯრების წინ უსათუოდ ესმოდა ეს ყველაფერი და იქნებ ამ მოვლენამ შეიტანა მის ბუნებაში ცოტაოდენი დამშვიდება და თვითმკვლელობისგან ხელი ააღებინა. ნიკოლოზ მათიკაშვილი, იუნკრები. ჩვენმა მთავრობამ მოწინააღმდეგესთან ომის შეწყვეტა გადაწყვიტა და გამოსცა დადგენილება ევაკუაციის შესახებ. სხდომას მეც ვესწრებოდი. საბოლოო მოლაპარაკების პირობად მოწინააღმდეგე აყენებდა თავისი ჯარის ბათუმში შემოყვანას. ეს პირობა მიიღეს და მშვიდობიან ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად 15 მარტს სამტრედიაში გრიგოლ ლორთქიფანიძე გააგზავნეს. სამხედრო წარმომადგენლად ამ საქმისთვის გენერალი გედევანიშვილი დავნიშნე. 16 მარტს სამტრედიაში მშვიდობიან ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. თბილისის ბრძოლების შემდეგ რამოდენიმე ხანს გენერალი სტამბოლში იმყოფებოდა. მერე კი მცირე დროით ბოსფორის ნაპირზე, სოფელ კავაკში, თავისი იუნკრების სიახლოვეს. პარიზში ჩამოვიდა 1921 წლის დეკემბრის ბოლოს, მეუღლესთან, სამ შვილთან და მათ ძიძასთან ერთად. იგი პირველი 4 თვე სუბსიდიას ღებულობდა ქართული მთავრობისაგან. დახმარების შეწყვეტის შემდეგ ყოველ შემოსავალს მოკლებულმა გენერალმა იძულებით გაყიდა რამოდენიმე კერძო ნივთი და აგვისტო-სექტემბერში მუშაობა დაიწყო მასალების შენახვისა და გაცემის გამგედ პატეს ფირფიტების ქარხანაში, ქალაქ შატუში. ეს სამუშაო მეტად ძნელი და მცირე ხელფასიანი იყო. სამსახური კვირაში 6 დღეს 11 საათი გრძელდებოდა და ზოგჯერ კვირა დღესაც. 1923 წლის ზაფხულში მცირე ხელფასის გამო, რაც არ ყოფნიდა ოჯახის ხარჯის დასაფარავად, გადაწყვიტა რამოდენიმე მაწვნის ქილა მოემზადებინა და მიებარებინა სარძევეებში გასაყიდად. მაწვნს მეუღლესთან ერთად ურიგებდა კლიენტებს. 1927 წლის იანვარში გენერალი მძიმედ დაავადდა ქარხანაში შრომით გადაღლილი. 6 თვის შემდეგ მორჩენილი გენერალი იძულებული გახდა სამუშაო ნახევარ დღიურად ხელახლა დაეწყო. როდესაც მისმა ყოფილმა იუნკრებმა, რომლებიც გენერალ ჩხეიძის მფარველობის ქვეშ პოლონურ ჯარში იმყოფებოდნენ, მისი გაჭირვება გაიგეს, შეკრიბეს ფული და დროდადრო უგზავნიდნენ ფულად დახმარებას.
აქ უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ძალზე მერყევი ფინანსური მდგომარეობისა, დაწყებული 1922 წლიდან გენერალმა და მისმა მეუღლემ ქართული ტრადიცია შეინარჩუნეს. მათი სახლკარი მუდამ ღია იყო მრავალრიცხოვანი ქართველი, ფრანგი და ინგლისელი მეგობრებისათვის. მათთან ერთად ინაწილებდნენ ლუკმაპურს. მხიარული ხასიათის, ამაყი და იმედით ახსავსე გენერალი სუფრასთან პატიჟებდა მრავალრიცხოვან პოლიტიკურ და ინტელექტუალურ პიროვნებებს და მასზე ზეგავლენას ვერავინ ახდენდა. ყოველთვის ცდილობდა ჩაენერგა მის წრეში პატრიოტული გრძნობები და მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ საქართველო ერთ მშვენიერ დღეს კვლავ მოიპოვებდა დამოუკიდებლობას. მეუღლემ მარიამ მაყაშვილმა გადააწყვეტინა მოგონებების დაწერა და ყოველნაირად ხელს უწყობდა. მისმა გარდაცვალებამ 1960 წელს გენერალი ღრმად დაამწუხრა. მიუხედავად დროდადრო ოდნავ შერყეული ჯანმრთელობისა და სხვადასხვა ოპერაციისა, მან ბოლომდე 96 წლამდე შეინარჩუნა გონებრივი უნარი, რითაც ყველა აღტაცებული იყო. ძალიან ნასწავლი, ბრწყინვალე გონების და შესანიშნავი მეხსიერების პატრონი, გენერალი იყო ნებისმიერი საგნით დაინტერესებული. ბევრს კითხულობდა, დეტექტიურ რომანებსაც კი, ბრიჯის თამაში უყვარდა, ჭადრაკის ამოცანების ამოხსნასა და შეჯიბრებაში იმარჯვებდა და სხვა. მას უკანასკნელ დღემდე შეეძლო ყოველგვარ ისტორიულ და საჭირბოროტო პოლიტიკურ ან სამხედრო საკითხებზე მსჯელობა. 1970 წლის 7 აგვისტოს გენერალი გარდაიცვალა მისი ოჯახის, ქალიშვილებისა და შვილიშვილების თანდასწრებით. ღირსეულად და დიდებულად დაასაფლავეს. განისვენებს შატუს სასაფლაოზე მეუღლის გვერდით. გენერალ გიორგი კვინიტაძის ქალიშვილები იდა, თამი და ნანო. ღმერთო, მიეცი ჩვენ ქვეყანას ბედი და ბედნიერება. ღმერთო, მიეცი ჩვენ ქართველებს სწავლა და მეცნიერება. ღმერთო, ჩაუდე მათ გულში ძმობა და სიყვარულია, რომ გაუწონ ერთმანეთს ერთგული სამსახური.